საგამშვიდობისა ტელეკომპანია ბორჯომის ეთერშია დღის ქრონიკა ახალ ამბებს მე მაია მამასტარაშვილი გაგაცნობთ. დღევანდელ გამოშვებაში თქვენ ნახავთ. ბორჯომში ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე აირჩიეს. ბორჯომში ხვალ აწყურის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ხატს ჩამოაბრძანებენ. ბორჯომში ახალგაზრდული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, სადაც ფარული კენჭისყრით პროექტის მონაწილეებმა საკუთარი შემადგენლობიდან საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე აირჩიეს. დაკომპლექტდა საკრებულოში მომუშავე 5 კომისია. პროექტი ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანი კანონი თავისუფლების მიერ ხორციელდება. პროექტის ახალგაზრდული თვითმმართველობის ინიციატივა 2015-ის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციამ ადამიანი კანონი თავისუფლებამ საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საკრებულოები ჩამოაყალიბა. ბორჯომში ახალგაზრდული საკრებულოს პირველი სხდომა გუშინ გაიმართა. პროექტის მონაწილეებმა საკუთარი შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას ნდობა გამოუცხადეს. შეიქმნა 5 კომისია ახალგაზრდული საკრებულოს დეპუტატები მათთვის სასურველ კომისიებში გადანაწილდნენ, სადაც კონკრეტულ თემებზე იმუშავებენ. ჩატარდა არჩევნები ახალგაზრდულ საკრებულოში. მე წარვადგინე ჩემი კანდიდატურა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. ხმათა უმრავლესობით ამირჩიეს მე. ძალიან გახარებული ვარ. იმედი მაქვს, რომ კარგი შედეგი მოყვება ამ ახალგაზრდულ საკრებულოს. იმედი მაქვს, ბევრი იდეას განვახორციელებთ და რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა იყოს ჩართული ამ ყველაფერში, ჯანსაღი ცხოვრება, რავი, ყველა კუთხით. რაც შეიძლება გამოადგეს ჩვენს ქალაქს. ბავშვებს ეძლევათ საშუალება, რომ იმუშაონ თვით საკრებულოში და გაიგონ შიგნით რა ხდება, იმიტომ გარედან ისეთი ამბები დაისხონეს, ეს ის ხდება, მაგრამ რადგან ჩვენი თვალით შევაფასებთ და დავინახოთ, ალბათ უფრო სხვა შეხედულება გვექნება ჩვენ თვითონ და ვინც იმას იტყვის, რომ აი რაღაცა ხდება, ვეტყვით, რომ არა, ეს ასე არ ხდება, ასე ხდება. რაც უფრო მეტი ახალგაზრდა იქნება ჩართული ამ პროექტში, უფრო მეტად იქნება ინფორმირებული თვითონ ეს გამგეობა იმ მხრივ რა პრობლემები აწუხებს საზოგადოებას. წარმატებული პროექტი იქნება, დარწმუნებული ვარ და ერთგვარად ეს ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხიც არის, მივიღებთ გამოცდილებას მომავალი პროფესიის არჩევაში დაგვეხმარება, რაც მთავარი აქტიური მოქალაქეება ჩამოყალიბდებით. ახალგაზრდული საკრებულოს პირველ სხდომას თავმჯდომარის არჩევამდე ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ფერაძე წარუძღვა. თვითონ პროექტი ძალიან საინტერესოა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები, ბავშვები აქედანვე ეჩვევიან, რამდენად მნიშვნელოვანი არის საკრებულოს ნორმალური და გამართული ფუნქციონირება. ამავდროულად აქედანვე ეჩვევს სწავლობენ საკრებულოს საქმიანობას, როგორ უნდა იქცეოდეს საკრებულოს წევრი, რა ფუნქცია მოვალეობები ექნება მომავალში საკრებულოს წევრს და გადაწყვეტენ ამავდროულად მომავალში მოუნდება თუ არა ამ სფეროში მუშაობა და თუ მოუნდებათ, უკვე ექნება ძალიან კარგი პრაქტიკა გავლილი. არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანი კანონი თავისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პროექტის მიზანი ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება, მათი აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბება და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის უკეთგაცნობაა. პროექტი ემსახურება ახალგაზრდების ჩართულობას, მის ინფორმირებულობას და აქტივობას ადგილობრივ თვითმმართველობებში. თითოეული მუნიციპალიტეტს ეყოლება თითოეული ახალგაზრდული საკრებულო და იმუშავებენ, იქნებიან ჩართულები თვითმმართველობებში. მოხალისეობის განვითარების პროგრამის საქართველოს მოხალისის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდებისთვის ბაკურიანში 5-დღიანი ტრენინგი დასრულდა. პროექტის ფარგლებში 64 მუნიციპალიტეტიდან კონკურსით 135 მოტივირებული მოხალისეთა კოორდინატორი შეირჩა. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საქართველოს მოხალისის სტატუსი მიენიჭათ. მოხალისეობის განვითარების პროგრამის საქართველოს მოხალისის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის შექმნა და განვითარება. პროექტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. რეგიონში მისი ადგილობრივი კოორდინატორია არასამთავრობო ორგანიზაცია სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი. პროექტის ფარგლებში ჩართული არის ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, ამიტომ მადლობა გადავხადო მათ აქტიური მონაწილეობისათვის. მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 რეგიონული ორგანიზაცია შეირჩა, ასევე დიდი მადლობა მინდა გადავხადო იმ ტრენერთა გუნდს, რომლებიც მოხალისეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუშაობენ და მთლიანობაში ამ ეტაპზე პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. ძალიან მოხარული ვარ სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან მყავს ასეთი აქტიური ახალგაზრდები და იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებთ თანამშრომლობას მომავალში ისე როგორც დავიწყეთ. ეს არის პირველი ფაზა პროექტის და დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა აქტივობები 1 წლის განმავლობაში.
პროგრამის ფარგლებში საქართველოს 10 რეგიონში შეირჩა 10 ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია. 64 მუნიციპალიტეტში კი კონკურსის საფუძველზე 135 მოტივირებული მოხალისეთა კოორდინატორი. ტრენინგ სემინარი ბაკურიანში არასამთავრობო ორგანიზაცია Helping Hand-მა ჩაატარა. ეს პროექტი მართლაც მნიშვნელოვანია საქართველოში მოხალისეობის განვითარებისთვის. მე ვარ სამცხე-ჯავახეთიდან და ძალიან ბევრი აქტივობის განხორციელებას გეგმავ ჩემს რეგიონში, რომ შევუწყოთ ხელი მოხალისეობის განვითარებას საქართველოში. მე როგორც საქართველოს მოხალისე ჩემს რეგიონში, ანუ სამეგრელოში ვაპირებ, რომ განახორციელო მრავალი პროექტი, კერძოდ ვაპირებ დებატების ჩემპიონატი ჩავატარო, გარემოს დაცვის ღონისძიებები ჩავატარო, სპორტული აქტივობა გავზარდო მოსწავლეებში და ასე ვაპირებ ჩართო უფროსი თაობის ადამიანებიც. ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ცოდნა და გამოცდილება მივიღოთ, რადგან შემდეგ გავუზიაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მოახდინოთ პრობლემების იდენტიფიკაცია, რომლებიც ჩვენს თანატოლებს აწუხებს, შესაბამისად მოვნახოთ ამ პრობლემების გადაჭრის გზები და ჩავერთოთ რაც შეიძლება, ჩართოთ რაც შეიძლება მეტი თანამოქალაქე და გამოვაცოცხლოთ ჩვენი ბათუმი, ჩვენი საქართველო და გავაგონოთ ყველა ჩვენი ხმა მთელს მსოფლიოს. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საქართველოს მოხალისის სტატუსი მიენიჭათ. მოხალისეობის განვითარების პროგრამა საქართველოს მოხალისე მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება. ჩვენ ვართ მოხალისეები! გახდით შენს! ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ბაკურიანში ახალგაზრდული მუშაკების გაძლიერების ტრენინგი დაიწყო. ტრენინგს 10 დღის განმავლობაში 30 ახალგაზრდა დაესწრება. მათ შესაძლებლობა ეძლევათ დეტალურად შეისწავლონ არაფორმალური განათლების მნიშვნელობა. ჯგუფში მუშაობის უნარჩვევები და საგანმანათლებლო პროექტების მართვა, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის სწავლების შესაძლებლობები, არაფორმალური სწავლება და ახალგაზრდული მუშაობის მიმართულებები. ამ საკითხზე იმუშავებს 30 ახალგაზრდა ბაკურიანში ტრენინგის ფარგლებში. 10 დღის განმავლობაში 30 მონაწილისთვის დავგეგმეთ ისეთი პროგრამა, რომელიც ეხება ახალგაზრდული მუშაობის არსის უკეთ გაცნობას, მონაწილეების დახმარებას, რომ განახორციელონ დაგეგმონ თემის დონეზე სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობები და ვფიქრობთ, რომ ამ პროექტით ბავშვთა ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ხელს უწყობს ახალგაზრდული მუშაობის უფრო მეტად განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და ძალიან გვიხარია, რომ ესე აქტიურად არიან ჩართულები მონაწილეები. ტრენინგში მონაწილეობისთვის კონკურსი გამოცხადდა. 200-ზე მეტი მსურველისგან 30 ახალგაზრდა შეირჩა, რომლებმაც პირველი ეტაპი ერთთვიანი ონლაინ სწავლება უკვე გაიარეს. დაგეგმილი არის სხვადასხვა აქტივობები და ასევე გათვალისწინებული არის პრაქტიკული, ასე ვთქვათ, სავარჯიშოები, რომელიც არა მარტო ცოდნას, არამედ ჩვენი უნარჩვევების გაუმჯობესებასაც ემსახურება. პროფესიით ვარ სოციალური მუშაკი, აქტიურად მუშაობ ახალგაზრდებთან და ჩემი მოსვლის მიზანიც ის იყო, რომ გავიუმჯობესო ეს უნარჩვევები და აქედან გასულმა უფრო მეტი კარგი საქმე გავაკეთო. ამ ტრენინგის დასრულების შემდეგ ჩვენ უკვე გადავდივართ შემდეგ საფეხურზე, როდესაც უშუალოდ ჩვენ უნდა დავგეგმოთ კონკრეტული აქტივობები, მცირე პროექტები, რომელსაც უკვე ჩვენთვის სასურველ ტერიტორიაზე განახორციელებთ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან, ძირითადად მაინც ახალგაზრდებთან. აქედან გამომდინარე, მეც აქტიურად ვაპირებ, რომ კონკრეტულ პროექტებზე ვიმუშაო. ტრენინგის მონაწილეებისგან ორგანიზატორები მცირე პროექტების და ინიციატივების განხორციელებას ელიან. ტრენინგი, რომელსაც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ატარებს, ევროსაბჭოს ახალგაზრდულ მუშაკთა გადამზადების სტანდარტებით მიმდინარეობს და 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში ხვალ 13 მაისს აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიიდან ჩამოაბრძანებენ. სასულიერო პირები ხატს საკათედრო ტაძარში დააბრძანებენ, სადაც ამ დღესვე ლოცვა აღევლინება. 14 მაისს დილით კი სადღესასწაულო წირვა ჩატარდება, საღვთო ლიტურგიის შემდეგ ხატს სურამისა და ხაშურის ეპარქიაში წააბრძანებენ. ხატი, რომელიც ჩვენს ეპარქიაში მობრძანდება, ეს არის აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელიც გაივლის იგივე გზას, რომელიც გზაც გაიარა ანდრია მოციქულმა. ხატის შემობრძანება ზოგადად ეპარქიაში ეს არის გაძლიერება ეპარქიის და დალოცვა ეპარქიის, რასაც ჩვენი საწყისო, ჩვენი მრევლით მივეგებებით დიდი სიხარულით. 13-ში დღის მეორე ნახევარში ჩვენი ეპარქია დახვდებით ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის საზღვარზე. ჩვენი ეპარქიების გამყოფ ჯვართან შევეგებებით ამ სასწაულთმოქმედ ხატს. ახლა კი ვნახოთ, როგორი ამინდი იქნება ბორჯომში ხვალ და მომდევნო დღეებში. ხვალ 13 მაისს ბორჯომში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 8, მაქსიმალური კი 14 გრადუსი დაფიქსირდება.
იწვიმებს დილიდან 10 საათზე 9 გრადუსი სითბო იქნება. 11 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა 13 საათზე. ნალექი შეწყდება 16 საათიდან, ჰაერი 14 გრადუსამდე გათბება. ღრუბლიანობა შენარჩუნდება და 13 გრადუსი სითბო დაფიქსირდება 19 საათზე. 9 გრადუსი იქნება 22 საათზე. მომდევნო 5 დღის პროგნოზი კი ასეთია: იწვიმებს 14 მაისს სითბო 17 გრადუსი. მცირე ნალექია მოსალოდნელი 15 მაისს ტემპერატურა 18 გრადუსი. ნალექი შეწყდება 16 მაისიდან, ტემპერატურა 22 გრადუსამდე მოიმატებს. 27 გრადუსი დაფიქსირდება 17 მაისს. ასევე 27 გრადუსი იქნება 18 მაისს. ასეთი იყო ახალი ამბები დღეისათვის. სიუჟეტების ნახვა შეგიძლიათ ტელეკომპანია ბორჯომის ვებ გვერდსა და Facebook-ის გვერდზე. მე გემშვიდობებით გმადლობ ყურადღებისთვის. ნახვამდის.